დღეს გასწავლეთ როგორ მოვიშოროთ გამონაყარი მკლავებიდან. ბევრ ადამიანზე შეგინიშნავთ, შეიძლება თქვენც გაქვთ, გამონაყარი მკლავზე, რომელიც გავს ქათმის კანს. როგორია? პატარა წვრილი, წითელი ან მოყავისფრო წერტილები, რომელიც არის თმის ფოლიკულის გარშემო და არ გადის თავისით და შემაწუხებელია. ყოველ მესამე ადამიანს აქვს ეგ და თინეიჯერებში უფრო ხშირია. ყოველ მეორეს, ანუ 50%-ს აქვს. ანუ დიდი კოსმეტიკური პრობლემაა. საშიში არ არის. პილარული კერატოზი ქვია ამ გამონაყარს, ფოლიკულურ ჰიპერკერატოზსაც ზედახიან, ის უფრო ზოგადი სახელია, კონკრეტულად არის პილარული კერატოზი, მოკლედ. და რა იწვევს, რატო ხდება? ესეთი ცილა გვაქვს ჩვენ კანში, რომელსაც ქვია კერატინი და ეს კერატინის გამომუშავება ზოგჯერ ირღვევა და გამომუშავდება მეტი და როცა უფრო მეტი გამომუშავდება ვიდრე საჭიროა, აი თმის ფოლიკულებში, ერევა შემდეგ მკვდარ უჯრედებს და ერთად ქმნის ნაერთს და ეს ნაერთი ერთად გროვდება. და აი ეს არის რასაც ვხედავთ ჩვენ. ანუ ზედმეტი კერატინია, მოკლედ, ცილა, რომელსაც არ უნდა გამომუშავდეს ჩვენი ორგანიზმი ამდენს. ზოგადად უნდა გამოიმუშავდეს, გვჭირდება კანის დამცველობითი ფუნქციისთვის. რა დროს ხდება ახლა, რა იწვევს? ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ასოცირებულია გენეტიკურ მუტაციასთან. იმ ცილის სინთეზის გენის მუტაცია ხდება, რომელიც კერატინის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი და ზედმეტი რაოდენობით გამომუშავდება ეს ცილა. ეს არის მექანიზმი. რატომ ვითარდება პილარული კერატოზი? ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მკვეთრად გენეტიკურია, თითქმის 70%-ით. მოკლედ, თუ აქ რომელიმე მშობელს შვილსაც რო ექნება, ძალიან მაღალი ალბათობა არსებობს. ასევე ასოცირებულია კანის ბარიერული ფუნქციის მოშლასთან, ან ატოპიურ დერმატიტთან, ან ეგზემა თუ აქვს ადამიანს, ან ატოპიური დერმატიტი, ან ზოგადად ალერგიული თუა, მოკლედ ადამიანი უფრო მეტი შანსი აქვს, რომ პილარული კერატოზიც ჰქონდეს. ანუ კანში ირღვევა ბარიერული ფუნქცია, ამის საკომპენსაციოდ ეს ცილები გამომუშავდება და გროვდება მერე ეგ ცილები, ეგ არის მექანიზმი. იშვიათ შემთხვევაში ასოცირებული არის A ვიტამინის დეფიციტთან, ეგ ხშირი არ არის, ოღონდ, ანუ ადრე იცოდნენ ხოლმე ექიმებმა დახედავდნენ და ამას A ვიტამინის დეფიციტი აქვს. ეგრე არ არის. დადგინდა, რომ მხოლოდ 1% შემთხვევაში ან ნაკლებშია A ვიტამინის დეფიციტი. უმეტესად A ვიტამინი არაფერ შუაში არაა მან. უმეტესად. ზოგჯერ კი. კიდე ცივი და მშრალი ამინდები ხელს უწყობს ამ გამონაყრის განვითარებას და მოჭერილი ტანსაცმლის ტარება. რაც შეეხება დიაგნოსტირებას, დიაგნოსტირება ხდება კლინიკურად, ან დახედავს ექიმი და იტყვის ესა პილარული კერატოზი. რამე განსაკუთრებული არ ჭირდება, ბიოფსია რაღაც ეგეთები არ ჭირდება, პირდაპირ ისმევა დიაგნოზი. საშიში არ არის, ან თავისთვის არის მოკლედ და დროთა განმავლობაში ზოგჯერ გადის თავისით, ზოგჯერ მთელი ცხოვრება გრძელდება, განშია შემთხვევას. ახლა თქვათ მკურნალობა. მკურნალობა არსებობს დაახლოებით, რაც შეეხება მკურნალობას, დაახლოებით გვაქვს 80%-იანი ეფექტურობა. ურიას კრემები არის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო, ხო? ძალიან მაღალი ეფექტურობა აქვს, დაახლოებით 70-80% ურიას კრემებს. პირდაპირ ესე ურიას კრემებია, სხვა დასახელებით გამოდის, მაგრამ შეიცავს ურიას, ანუ შარდმჟავას. და მისი დატანა ხდება კანზე, სადაც აქვს ადამიანს, იქ უნდა წაისვას. ხო, ზოგჯერ მკლავზე, ზოგჯერ ბარძაყებზე, ფეხებზე, ჯუნჯულოების მიდამოში გაშია სად აქვს და ურიას კრემი რას აკეთებს? ну ერთი არის რომ არბილებს და ზედმეტ კერატინს გახსნის და წყალს იზიდავს. შესაბამისად, ანუ არბილებს ატენიანებს და კერატინს გახსნის შესაბამისად აცილებს მნიშვნელოვნად აი ამ პილარულ კერატოზს. ერთ-ერთი ძალიან ეფექტური საშუალებაა, მოკლედ დღეში ერთხელ ან ორჯერ. მეორე ეფექტური საშუალება არის ლაქტური მჟავის კრემები, lactic acid ესე ქვია. ლაქტური მჟავის კრემებიც თითქმის ისევე ეფექტურია, მოკლედ, ну ახლოს დგას ძალიან ურიას კრემებთან, მაგრამ ესეც ძალიან ეფექტურია და ასევე უსაფრთხოა.
რასაკეთებს, ანუ აცლის მოკლედ ეხმარება, რომ მოაცილოს ეს მკვდარი უჯრედები და კანის კანს ატენიანებს. ეს არის მექანიზმი და შველის 70% შემთხვევაში შველის ძირითადად როცა დაიბანს ადამიანი, მას მერე უნდა გამოიყენოს დღეში ერთხელ ან ორჯერ. კითხვა არის ხოლმე რამდენად ხანგრძლივად შეიძლება გამოყენება? შეიძლება ხანგრძლივად. პირველი სიც და მეორეს გამოყენება შეიძლება ხანგრძლივად იგულისხმება შეიძლება წლებიც თუ საჭირო გახდა. იმიტომ რომ ეს ისეთი მდგომარეობა რომ შეიძლება დაბრუნდეს ისევ, ანუ კი უმკურნალე, მაგრამ ისევ დაბრუნდება. ამიტომ შეიძლება მithume ეს ადამიანს თუ ძალიან აქვს გამონაყარი, შეიძლება დიდხანს დაჭირდეს მიღება. სალიცილის მჟავა. არის სალიცილის მჟავაზე დაფუძნებული ლოსიონებია მაგალითად, რომელიც ასევე ეფექტურია. ეგეთი ეფექტურობა არ აქვს, მაგრამ ეხმარება ფორებს გახსნაში და დაახლოებით 50%-იანი ეფექტურობა აქვს, მაგრამ მაინც კარგია. რაც შეეხება რთულ შემთხვევებს, ან ურეას მჟავაზე დაფუძნებული კრემები, ან ლაქტის მჟავის კრემები, ან სალიცილის მჟავის ლოსიონი, ეს სამია, რომელსაც პირველი რაცაც აკეთებენ ეს სამია. თუ არ იმუშავა არც ეს თქვათ, არ იმუშავა რატო? ან ძალიან აქ ადამიანს და თან ძალიან შემაწუხებელია, მაგ დროს არის ხოლმე რომ რეტინოიდები გამოიყენება. რეტინოიდების კრემები გამოიყენება ხოლმე მაგ დროს. მაგალითად ტრეტინოინი, რომელიც ძალიან ეფექტურია მოკლედ ამ უჯრედების ცვლას ხელს უწყობს და ფორების გახსნას, შესაბამისად ძალიან მაღალი ეფექტურია, რთულ შემთხვევებშიც რაღაც 50-60%-იანი ეფექტურობა, რაც ძალიან მაღალია, ანუ იმათ რომ ვერ უშველა ამ შემთხვევებშია ძალიან მაღალი და ეგ კარგი შედეგია ნებისმიერი პრეპარატისთვის მოკლედ. ხო, ამას ცოტა შეზღუდვა აქვს. შეზღუდვაა ის, რომ ორსულებში არ შეიძლება გამოყენება და ძალიან მგრძნობიარე კანი ვისაც აქვს, შეიძლება აღიზიანება გამოიწვიოს და მზის მიმართ ძალიან მგრძნობიარე ვისაც აქვს განსაკუთრებით. ორსულებში მისი გამოყენება არ შეიძლება, ზოგადად რეტინოიდების გამოყენება ორსულებში არ შეიძლება მისი ნაყოფზე მავნე მოქმედების გამო. თუმცა ორგანიზმისთვის საშიში არ არის ზოგადად. რაც შეეხება ბუნებრივ საშუალებებს, ადამიანებს სულ უნდათ რომ ბუნებრივი საშუალებებით როგორ უმკურნალოს, როგორ არსებობს, ეგეც შეიძლება. სადაც 60-70%-იანი ეფექტურობამდე შეგიძლია ახვიდე ყოველგვარი წამლების გარეშე. პირველი რისი გამოყენება სასურველია მაგ დროს არის ქოქოსის ზეთი. ქოქოსის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია პილარული კერატოზის დროს, კანის ბარიერულ ფუნქციას აუმჯობესებს, ანთებას ამცირებს და ამ ფორების გახსნაშიც ეხმარება და კანს ატენიანებს და ამ ზეთით ნაზად უნდა დაიმასაჟოთ, რა თქმა უნდა, ან დაბანვის შემდეგ დაიმასაჟოთ ის ადგილები დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში, სადაც არის გამონაყარი. ძალიან ხელმისაწვდომია ეს ქოქოსის ზეთი ყველგან და უსასრულოდ შეიძლება მისი გამოყენება, ანუ არაფერი ზიანი არ მაქვს ორგანიზმისთვის, ასე რომ თავისუფლად შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა. ასევე ექსფოლიაცია, მანუალური ექსფოლიაცია. ექსფოლიაცია რა არის? ექსფოლიაცია ამ შემთხვევაში რაც იგულისხმება არის, რომ უნდა დაასველო მოკლედ კანი ცოტა ხანი დაალბო რამდენიმე წუთი ან აბაზანაში როცა ხარ შხაპს იღებ ან როცა თქვათ წევხარ აბაზანაში და კანი როცა დარბილებულია, შემდეგ რაიმე ან შეიძლება იყოს ხელთათმანი, ან შეიძლება იყოს აბაზანის ტილო, რომელსაც იყენებთ და აი ის რომ დაამასაჟო ძალიან უხეშად არა ოღონდ, ან არც ძალიან ნაზად, მაგრამ არც ძალიან უხეშად, აი შუალედურად ეგრე. ხო, აი ესეთი ექსფოლიაციაც მნიშვნელოვნად ეხმარება კვირაში დაახლოებით 2 ჯერ რო გააკეთო. დაახლოებით სადაც 40% ამცირებს აი ამ პილარული კერატოზის განვითარებას. ოღონდ ძალიან უხეშად არ უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ შეიძლება პირიქით და გააღიზიანოს კანი და სიწითლე მოიმატოს. მესამე რისი გაკეთებაც არის სასურველი, ეს არის შრის აბაზანები. შრის აბაზანის მომზადება როგორ ხდება? აბაზანა უნდა გქონდეს პირველ რიგში, გამთავარი. ან შეიძლება ურალს წყლის ავზი გქონდეს რაღაც სათავსო რა.
ქვაბი ან დიდი ქვაბი ან რაღაცა და იქ ჩაყარო უნდა შვრია დაახლოებით 250 გრამი წვრილად დაფქვილი და კარგად დაფქვილი, ანუ სრულმარცვლოვანი არ უნდა იყოს, კარგად დაფქვილი უნდა იყოს, ჩაყარო უნდა გააჩერო დაახლოებით 10 წუთი და მე ეგეთ აბაზანში უნდა ჩაწვე. ან უნდა გადაილო თუ ჩაწოლის საშუალება არ აქვს და მნიშვნელოვნად ამცირებს ასევე გაღიზიანებულ კანს, შეწითლებას, ამშვიდებს, ატენიანებს, იცავს კანის ბარიერულ ფუნქციას აღადგენს. შესაბამისად, ან ძალიან ერთ-ერთი საუკეთესოა მოკლედ კანს რაც შეიძლება გაუკეთოს შვრიის აბაზანები, აი დამწრობაზეც კი, მზისგან დამწრობაზეც ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ხოლმე. შესაბამისად, თან ძალიან უსაფრთხოა. და კვირაში ორჯერ მისი გაკეთება. ანუ აბაზანის მერე ბანაობის მერე რო წაისვა ქოქოსის კრემი, კვირაში ორჯერ ექსფოლიაცია, ანუ დაიმასაჟო ან გაიხეხო რა ვიცი როგორც კიდე არ ვქვით. ან ის შვრიის აბაზანები. უბრალოდ დაშვრიის აბაზანები, ანუ ქოქოსის ზეთი და შვრიის აბაზანები და ექსფოლიაცია. აი ამ სამის კომბინაცია პრაქტიკულად 80%-ამდე, 70% დაახლოებით მოაცილებს და ზრდის შანსს, რომ მოაცილოს მოკლედ ეს პილარული კერატოზი და ადამიანმა დაისვენოს აი ამ მნიშვნელოვანი კოსმეტიკური პრობლემისგან. ახლა ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები და გინდათ არხის მხარდაჭერა, ამისთვის ანგარიშის ნომრები მაქვს აღწერაში და შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ. ვისაც გინდათ ხოლმე პატრეონზე შეგიძლიათ იქ პატრეონზე გამომიწეროთ, ეგეც დონაცია და მან პატრეონზე შეგიძლიათ კიდე პირადში მოწერა, ეგ არის. თუ ვისაც გენდომებათ, თუ კი ესე მატერიალურად არ შეგიძლიათ ან არ გინდათ, არ არის პრობლემა. ისე შეგიძლიათ დამიჭიროთ მხარი, ვისაც უბრალოდ მოგწონთ მაინც არხი, დააკომენტაროთ, გააშიაროთ, დაალაიქოთ. ესეც ძალიან დიდი დახმარება არხის განვითარებისთვის, იმიტომ რომ YouTube-ი ეგრე ხვდება ხოლმე რომელი ვიდეოა კარგი და რომელი არა, რომელსაც ალაიქებენ, ან აშიარებენ, ან აკომენტარებენ, იმ ვიდეოს პრიორიტეტს ანიჭებს. ამიტომ ამ ხრივაც დიდი საქმის გაკეთება შეგიძლიათ, მოკლედ თუ ჩემი არხი მოგწონთ და თუ მოგწონთ რასაც ვაკეთებთ. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.